მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ პოდკასტის ახალ მნიშვნელობას დავით გორგილაძესთან ერთად. მე დავით გორგილაძე ვარ და ამ პოდკასტში უმასპინძლებ საინტერესო ადამიანებს. ეს პოდკასტი კეთდება თბილისი ჰილსთან ერთად და თბილისი ჰილსში, რაც მთავარია, იმიტომ რომ ეს ადგილი წარმოადგენს ძალიან საინტერესო სივრცეს, საინტერესო გარემოს, რომელიც აერთიანებს გოლფის მოედნებს, შესანიშნავ, მწვანე, ხასხასა მინდვრებს, საცხოვრებელ კომპლექსს, ხეივნებს, მოკლედ ყველაფერ იმას, რაც ახარებს თვალს და ახარებს გულს, რაც მთავარია. ჩვენ ვილაპარაკებთ ცხოვრების ახალ მნიშვნელობაზე, ვილაპარაკებთ სტუმრების პროფესიებზე, მოკლედ ვილაპარაკებთ ბევრს, ამთაზე, იმბარზე, ყველაფერზე, რაც საინტერესო იქნება ჩვენთვის იმ მომენტში, როდესაც ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა ვითამაშებთ გოლფს, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეს არის ძალიან ახალი გამოცდილება. დღეს პოდკასტის სტუმარი იქნება ანა კორძაია სამადაშვილი, გადასარევი მწერალი, ადამიანი, რომელსაც არაჩვეულებრივად შეუძლია ამბის მოყოლა ზეპირად და არაჩვეულებრივად შეუძლია ამბის მოყოლა წერილობით. ის არის სტუმარი, რომელიც არასოდეს მიცრუებს ხოლმე იმედს და ყოველთვის მეუბნება რაღაც ისეთს, რაც მე მაძლევს ახალ მოტივაციას, ახალ ინსპირაციას, ახალ იდეებს და მიძეს იმისა, რომ გავაგრძელო გზა, ვიფიქრო, ვიაზრონო, ვიარო, წერო და დავსვა შეკითხვები. მოდი დავიწყოთ ამით. ფიქრობ თუ არა იმაზე, როცა წერ, რომ გინდა მწერლის ყურადღება, მკითხველის ყურადღება. თუ უბრალოდ ზიხარ და წერ, გინდა ამის მოყოლა და ეგ არის. როცა წერ, არ მინდა მკითხველის ყურადღების მიპყრობა, მაგრამ მე ძალიან მინდა. როცა უკვე დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს, ტექსტ. ხო, მე ძალიან მინდა, რომ წაიკითხოს ვიღაცამ მოეწონოს. მოეწონოს. ანუ ის ამბავი არ არის, რომ ნუ მე დავწერე და თქვენ რაც გინდათ იფიქრეთ. არა, ესე არ არის. მე მინდა, რომ გამომივიდე. გეტყვით. წავიკითხე წინა სიტყვაობა მეორე გამოცემა იყო ტორტილა ფლეტის. საოცარია, სტაინბეკი. სტაინბეკი. სადაც ის წერს, რომ ბოდიშს უხდის თავის გმირებს იმის გამო, რომ არ ეყო ოსტატობა იმის ასახსნელად, რამდენად უყვარს მას თვითონ თავის გმირები, იმიტომ რომ მავანმა უწოდა მის გმირებს მარგინალური ტიპები. ვიღაცამ არასწორად, ანუ მე არ გამომივიდა, რომ მე თქვა, რამდენად მიყვარხართ და ბოდიში მომითხოვია, ეს აღარ გამეორდება. მაგრამ გამეორდა ბევრჯერ. ხო, არ გამოვიდა. მაგრამ მეორეა, რომ მე ვფიქრობ ხოლმე, მეორე არ ამდენჯერ ვთქვი მეორე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარია, როდესაც დაწერი ისე, რომ ზუსტად იგივეს გაიგებს კითხველი, რისი მოყოლაც გინდოდა შენ. არ გონია, რომ რომანი, განსაკუთრებით რომანი, კი ბატონო, ლიტერატურა ზოგადად არის ინტერპრეტაციების ხელოვნება და მაინც და მაინც არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა ჩაიფიქრა მწერალმა, თუ მე გავიგე ისე, როგორც მე მჭირდებოდა, რომ გამეგო და ეს იყოს სიმართლე. იცი როგორი რამ არის, თუ კი მწერალს ძალიან უყვარს თავის პროტაგონისტი და შენ მას ვერ შეამჩნევ, ეს ნიშნავს, რომ არაფერი გამოუვიდა. ანტაგონისტი თუ უყვარს? არ ვიცი. მაშინ უნდა მივხვდე, რომ მას უყვარს ანტაგონისტი. შენთვის მნიშვნელოვანია, რომ მკითხველი მიგიხვდეს შენ ისე თქვა გინდოდა. ძალიან გამეხარდება თუ მიმიხვდება. თუ ვერ მიმიხვდება, ესე იგი ისე არ დავწერე, როგორც მინდოდა, რომ მომეყოლა. ნახე, მე თუ გიამბობ, რომ გავიცანი ახალგაზრდა ჯონი დები და დავიწყე მოყოლა რაღაცა სიგიჟეების და შენ იტყვი, რომ ბიჭო, რა მაგარია, რომ ასეთი წარმოუდგენლად უშნო, სუნიანი, დაუბანელი და კბილებ ჩანგრეული კაცი შეგეყვარდა. ეს ნიშნავს, რომ ვერ გიამბე, როგორი ლამაზი ბიჭია ჩემი ახალგაზრდა ჯონი დები. ეს არ მინდა რომ მოხდეს, მეწყინება. იცი რა მითხარი? პერსონაჟებზე რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში და რა გარემოში ფიქრობ ხოლმე. იმიტომ რომ არსებობს ეგეთი წარმოდგენა და არც თუ ისე აზრს მოკლებული, რომ კარგი ამბის მოფიქრებას ჭირდება დრო, ჭირდება ძალა, ენერგია, მხოლოდ წერას არ გულისხმობ. უბრალოდ ესეც წერის ნაწილია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ შეიძლება თავში აყალიბებ რაღაცას და ესეც წერის პროცესია. პოლოსტერი ამბობს, რომ ოთახში შევდივარო, რაღაც ამბობს ხონებული. ამბობდა, რომ შევდივარო და 9 საათიო წერო. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ზივარ და ვაგაკუნებო. ნიშნავს იმას, რომ დავდივარო და შეიძლება 1 საათი ვწერო მხოლოდ, მეტი არა. მაგრამ ესეც წერის პროცესია. აი შენ რა გარემოში ფიქრობ ხოლმე ამბავზე, პერსონაჟზე. ეხლა ვართ
კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არის პოდკასტის ახალი მნიშვნელობა დავით გორგილაძესთან ერთად. შენ კი დათოს მეძახი, მაგრამ იყოს მაყურებლისთვის დავითი. რომელშიც ვცდილობთ რომ რაღაცები გამოვიცნოთ. მათ შორის პოდკასტის ახალ მნიშვნელობაზე, ცხოვრების ახალ მნიშვნელობაზე, ქალაქში ცხოვრების ახალ მნიშვნელობაზე, გარემოზე, სიმყუდროვეზე, სიმშვიდეზე, ჩიტების ჭიკჭიკზე, მწვანემდელოზე, აღარ ჩამომათვლევინო მოკლედ. შენ სად ფიქრობ ხოლმე ახალ ამბებზე? მოდი მაშინ ვიტყვი ცოტა სხვანაირად. ბატონო დავით. მე ვერ ვიგონებ ამბებს. ვაგლახად ღვთისა. მე უნდა ვიცოდე ამბავი, მე ეს ამბავი მოსმენილი უნდა მქონდეს, დანახი უნდა მქონდეს, გადატანილი უნდა მქონდეს, წაკითხული უნდა მქონდეს. ეს ყველაფერი შეუძლებელია მოხდეს ისეთ გარემოში, სადაც როგორც ბრძანა ჩიტები ჭიკჭიკებენ, ცა ლურჯია და ზღვა ზურმუხტისფერი. არ გამოდის ასეთი რა. აი ეს გადასარევი ვითარება საჭიროა იმისათვის, რომ მე ჩავწერო ამბავი. ეს არ არის ამბის დაწერა, ამბავი იწერება ქალაქში, ხმაურში, ბღაველში, მეზობლის გინებაში, მანქანების პიპინში და სასოფში, რომელშიც ძალიან მინდა რომ ვინმე მოვკლა. ოღონდ ყველა მიცოდეს რომ მე მოვკალე. და ჩასაწერად საჭიროა გარემო საზნერბებს არავინ გიშლის. შენ ამბობ ესეთ რაღაცას. რომ ამბები საიდანაც მომაქვს, ეს არის ხმაურიანი ადგილები. ეს არის ადგილები, სადაც ადამიანებს ნერვები დაძაბული აქვთ. ადამიანები ერთმანეთს ეჩხუბებიან. ქაოსია, მაგრამ იმისთვის, რომ ის ამბები, რომლებიც ესეთ ქაოსში მოვაგროვე, მე მჭირდება 7 გარემო, რათა ესენი ვაქციო გამრუდებულ რეალობად. ანუ რეალობიდან წამოღებული რაღაცები მე ვაქციო მხატვრულ რეალობად. ამას გულისხმობ, ხო? მე რთულად წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მანქანების პიპინში სასოფში გაჭედილი წერს Moby Dick-ს, არ მჯერა. ეხლა მე Moby Dick-ს ვერ დავწერ, სულ 60-ის კარში რო დამასახლო, მაგრამ ეს სხვა საკითხი. იმისთვის რომ ჩავწერო, მე პირადად გობა რომ ჭირდება დრო, ჭირდება ადგილი, სადაც დრო გადის ნელა, სადაც არის დილა, მერე არის შუადღე, მერე მოსაღამოვდება და მერე დაღამდება კიდეც. და არა რაც ხდება ორშაბათი იყო და დღეს პარასკევი. მაგრამ იმისათვის რომ ამბები გავიგო, მე უნდა ვიყო ბევრ ადამიანთან ერთად, სხვადასხვანაირ ადამიანთან ერთად, შეყვარებულ ადამიანთან ერთად, მოაზროვნე ადამიანთან ერთად, ან უბრალოდ გარეწრების გარემოში. მაგრამ უნდა ვიცოდე ამბები. ამბების მოყოლა იმ ამბებისა, რომლებიც მე მიტაცებს ხდება იქ, სადაც ბევრი ადამიანია, ბევრი ხმაურია, ბევრი თავგადასავალია, ბევრი უმიზეზო, უმიზნო და ასე შემდეგ ქმედება ხდება. ვაგლახად ღვთისა, მე არა ვარ თომას მანი, რომელსაც შეუძლია დაწეროს განსჯანი ჯადოსნურ მთაზე. არ გამომივიდა. ერთი საწყალი გოგო და რას მიაწერ იმას, რომ აი ამ ხმაურში მოგროვი იმ ამბების მოსაყოლად, რომლებიც ხდება ხმაურში, ქაოსში, დავიდარაბაში, სიზულვილში, გინებაში და დიდ სიყვარულში და სიყვარულზე. კი ბატონო, მათ შორის. ამ ყველაფერს თან ახლავს სიყვარული, კი ბატონო. ამ ყველაფრისთვის შენ გჭირდება უცნაური ამბავი არ არის, რომ ხმაურიანი ამბების მოსაყოლად გჭირდება 7 გარემო. არა, პირიქით, იმიტომ რომ სანამ ხმაურია ამბები გროვდება და წყნარი დონის დამწერი არა ვარ, უბრალოდ ავფეთქდები. უნდა დავაგროვო და არ ვიცი. რეზიდენციებში ხო დაგიწერია შენ? კიდათ. კი. და ეს ყველაზე კარგი. გარდა ყველაფრისა, აღმოჩნდა რომ რაღაც აი ყაზარმიდან გამოსული ტიპის ცნობიერება მაქვს, რომელსაც უთხრეს, რომ ეხლა შენ გაქვს ერთი თვე რომ ეს გააკეთო. არავინ არ მომდებს. რეზიდენციაში დამყოფი ხარ, არავინ არ გამოწვევს გააკეთე თუ არა, მაგრამ ვიცი რომ აი ახლა მაგ დრო და მე ამას ვაკეთებ. და ძალიან მომწონდა ეს ამბავი ყოველთვის. მე კარგ რეზიდენციებში ვიყავი. რომლებში ხარ დამყოფი? ორჯერ დიდი ხნით ვიყავი ბერლინის ლიტერატურულ კოლოკვიუმში, რომელიც არის ვანზეეს ნაპირას და რომელიც არის 64-ის კარი. ეგეც კაი სიმშვიდე არის. ტოტალური. ყოვლის მომცველი, ერთადერთი რაც იყო დავდევდი მელას. იმიტომ რომ ვიღაცამ მითხრა რომ ვანზეეზე ცხოვრობს მელა და ის მელა თუ ნახე, ნობელის პრემიას ზედაგ. არიცი რა ნახეტიალები ვარ და აღმოვაჩინე მელა. ოღონდ არა ვანზეეზე, არამედ ვანზეეს გვერდით ლუდის ბაღში. და ვეტენებოდი რომ სახლამდე წამოყოლო და არ წამოყვა ნობელი ვერავერ.
ვიყავი ქალაქ ვენაში. წარმოიდგინე ქალაქ ვენაში მოვახერხე და მარია ჰილფერზე ვიყავი მარტო. მარტო პარასკევი შაბათი კვირა მქონდა როგორც წესი ბუბუას გაგოსასვლელი. და კიდე ერთხელ ვიყავი აი დიციას აღარ დავდებ ხო? შორტლისტს ვიყავი. ჩემ სამოთხეში, ჩემ პირად სამოთხეში, რომელშიც მე მაგ დიდი ეჭვირო, შენს მოგეწონა იქ ყოფნა. ეს პირადი სამოთხე. სან სებასტიანს გულის, ხო? მოდის ხო? პასაედონება. დონოსტია. დონოსტია, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო წესიერი. ადგილობრივები ხო დონოსტიას ეძახიან. არ უყვართ მეგონის. პასაედონება. აი ეს იყო სამოთხეს კარი. კაი, გავუმხილო მაყურებელს. ანა კორძაიამ მოგწერა სამეგობრობის ბევრი ვიყავით წასულები. და მოგწერა ინსტრუქცია რა უნდა გვენახა სან სებასტიანში, როგორ რანაირად. მათ შორის ერთ-ერთი ქვეთავი იყო პასაედონებანი. და ეს იყო წმინდად ლიტერატურული თხრობა, წერლის თხრობა, როგორ უნდა წავსულიყავით, რომელმოვე ავტობუსში, სად უნდა ჩამოსულიყავით, რა ქუჩა უნდა გაგვევლო და იყო ესეთი ეპიზოდი და ჩვენ პირწმინდად მივყევით ამ ინსტრუქციას. მახსოვს რომ ნინიას ეჭირა. არ გადაგიხრიათ. არც ერთი წამით არ გადაგვიხვევია გვერდით. ნინიას ეჭირა ტელეფონი, რომელშიც ჰქონდა გახსნილი შენი მეილი. და კითხულობდა თან. და იყო ესეთი მონაკვეთი. მიდიხართ გზაზე გადაუხვევთ ძირითადი გზიდან და მაშინ, როდესაც შეგეშინდებათ, რომ გზა უკვე საშიშია, აღარ არის უსაფრთხო. არ შეშინდეთ, გააგრძელეთ გზა. და უცებ რაღაც ამბავი და თქვენ თვალწინ გადაიშლება ხედი იხსნება ბისკაის ყურე, სამოთხის კარი. იმის იქით ანგელოზები მღერიან. და მართლა ეგრე იყო, მართლა მეგონა რომ ანგელოზები მღეროდნენ. ოღონდ ეგეთი ზუსტი აღწერა ჩემი აზრით ძალიან რთულია ისეთი ადამიანისთვის, ვინც არ არის ინტერაქციაში ბუნებასთან ისე, რომ ვერ მიხვდეს, რომელიც ვერ ხვდება რას გალობს ჩიტი, რა ფერის მწვანე აქვს ხეს, როგორი ხმა აქვს იმ გრუნტს, რომელზეც დადიხარ, ანუ ბუნებასთან სიახლოვეში ვერ არის. და შენ არ ცდილობ ხოლმე რომ დაიზარო, ანუ შენ ლაპარაკობ ისე როგორც წერ და ეს ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ შენი ხმა იცნობა. ანონიმკას დაწერა რომ მომინდეს რუსულად მაპატიეთ, არ გამომევა. გაბაზრდება. გიცნობენ, ხო? და ეგ რანაირად ახერხებ ისე რომ მეილსაც კი წიგნი ვიწერ. არ ვახერხებ, თელი ტრაგედია ეს არის, მე ძალიან მინდა რომ სხვანაირად დავწერო და არაფერი არ გამოდის. საწირი მაგიდა სად გიდგას? იქ სადაც წერდა რიგი. ეს ასე დგას, იქიდან პანჯარაა, ხო? ანუ ხედი მნიშვნელოვანია, ანუ არა, ხედი მაქვს კედელი. ჩვეულებრივი. რო არ არა, ჩვეულებრივი, არა, ჩვეულებრივია, ძალიან კარგი დამუშავებები კიდეაზეთ, მაგრამ არა, ამდენს არ ვფიქრობ. არა? არა. როგორც მომეხერხა, ისე იყო გრძელია და ამიტომ პანჯარასთან ვერ დაერგე. რა პერიოდია ხოლმე შენთვის საჭირო იმისთვის, რომ აი ეს ქაოსში ნაგროვები ამბები თავი მოუკრა სადღაც გუდაში, ტვინში, მერე წახვიდე სიმშვიდეში. აი ახლა აქ რო დამსვა, სადაც ჩვენ ვართ. ერთ კვირაში ჩაგაბარო. უკვე. ერთ კვირაში ნახე ჩაგაბარო. მე ხო გრძელი სუტყვა არა მაქვს, მე ხო სპრინტერი ვარ. ჩემი ციგნი პატარა. ჩემი რომანი პატარა იქ. გოლფის მოთამაშე ყოლია ვინმე პერსონაჟი? არა, ჩემო კარგო. არა, no. პირველად ნახე გოლფის მოედანი 1991 წელს. მე 90-ში დავიბადე და თუ მეუბნები რომ ნერვებს ნუმიშლი ნახე ძალიან. მე რა ყოჩაღი მოხუცი ჯობს დამბლადაცემულ ახალგაზრდას. მადლობა კომპლიმენტის. გოლფის მოედანი ვნახე პირველად არც ისე შორს ქალაქ სტოკჰოლმიდან, რომელიც იყო ჩემთვის პირველი დასავლეთ ევროპა. წარმოიდგინე საბჭოთა ბალღი 91-ია? 91. ანუ 9 აპრილი დუდუკი ვარ, დასაწყისი იცი როგორ 3 დღე შუქი არის, მერე წყალი არ არის რაღაც, აღმოჩნდი შვედეთში. მე იმედი მქონდა რომ ცოტა ხნით აღმოჩნდი, მაგრამ დიდი ხნით დავრჩი. და იქ იყო გოლფის მოედნები. და პირველად ვიფიქრე რომ ჩემი ხალხი როგორ აფრინს. იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ახოვანი, კარგი მამაკაცები, ლამაზად ჩაცმულები, მშვენიერი ქალების თანხლებით
მიდიოდნენ და უჭაკუნებდნენ ბურთებს, რომლებიც ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. და მე იყო დიდი ველი. მე მირბოდნენ იმ ველზე სადღაც ჭანდაბაში, იქით კაცები იდგნენ. იცი როგორ დავებენდითო. ძალიან უცნაური იყო ჩემთვის. და როცა შემოთავაზეს ხო არ გინდაო, მე ვიფიქრე რომ ვინმეს კბილებს ჩამოვუგებ და ჩემი გადასახდელი იქნება. არ გავაკეთე. და ლამაზი. ალბათ რაღაც მუღამი აქვს. ეს ამოჭერეთ. არაფერს არ ამოჭრათ, რატომ უნდა ამოჭრათ? პირიქით, გადასარევი. არ გიცდია არასდროს? მე ვცადე ცოტა კოორდინაცია მაქვს და შეიძლება თავში გავერტყო. მე ვცადე მეც დაახლოებით ეგრე ვარ, მაგრამ თავში არ გავერტყო. მაშინ ზურგს უკან დამიდექი და დავარტყო. და თუ ვინმეს ფანჯრებს ჩამოვუღებ, არა უშა. ეგ რომ ფანჯები სად ხედავ აქ ფანჯებს? აქ ფანჯები არის იქით და მე სახლები არის ბედი მაღლა. მაქვს ესე ვის. აი კირილი ასწავლის ვიღაცას, ხო თუ მეშლება? ამას ობა, კი ნახე, თორე თვითონ კარგად ურტყამს. მე მეგონა წეღა რომ ატყუებ. თვითონ თურმე რა გაიდარტყმა. შეხედე ხდება. არა საშინელი ამბავი გესმის და მე არის დიდი ველი. ეგ აი ეს კაცი რაღაცნაირად მიდიოდა და ოპა აკეთებდა და ამბობდა რომ კი ან არა, აღარ შემიძლია. ამდენი ნერვიულობა კი არ შემიძლია. მე ფეხბურთის არ ვიცი. რა ტიპია შენი აზრით გოლფის მოთამაშე? ჩვენ ხო აი რაღაც ძალიან სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს. მე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაც მე დავიბადე 90-ში და გოლ არა, კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა, აი რა წყალში გადავარდე, მე 68-ში. ანუ იმის თქმა მინდა რომ გოლფი რაღაც ნანახი მქონდა დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ რაღაც კინოში, ხო? და მქონდა იმის განცდა რომ მაინც და მაინც რაღაც ფუფუნების საგანი. ნუ აღმოჩნდა რომ არ არის ფუფუნების საგანი და მოდი და ითამაშე თუ რამე. მაგრამ ეგ ხო რაღაცნაირად გებეჭდება თავში რომ სხვისთვის არის ეგ ამბავი. საქმე ის არის რომ ჩემთვის ეს არის მშვენიერება არხეინი ცხოვრების წესის ნაწილი. აი სადაც უნდა დაწერო, იქ უნდა თამაშობდნენ გოლფს. რის თქმა მინდა, ნელა არავის არსად ეჩქარება. არ უნდა გეჩქარებოდეს. მე ასე მგონი. მაგარი, ალბათ. შენ პერსონაჟებს ეჩქარებათ? საწყლებს სულ გაგიჟებულები არიან, ვერ ხედავ არ არიან ჭკუას ავტორებით. და ამ დროს წარმოიდგინე როგორ მაგარია, შენზე ხარ შეზლონგში, ბედნიერად. ზუსტად ისეთი მზეა, როგორიც უნდა იყოს, ზუსტად ისეთი ნიავია, როგორიც უნდა იყოს. ადრე ვფიქრობდი, რომ მაგარია, წინ უნდა იყოს აუზი და ზემოთ ორი ძალიან ლამაზი ახალგაზრდა კაცი უნდა ადიოდეს და ჰოპა, ხტებოდეს აუზში. მე ისე მომდიოდეს, ჰოპა, ხტებოდეს აუზში. შენ უნდა წერდე, რა ვიცი მე. სიკვდილი ვენეციაში. ეხლა ვფიქრობ, რომ უფრო მაგარი იქნება, თუ იქ ვიღაცა ბიჭები უბრახუნებენ გოლფს. და შენ უკვე დაწერილი გაქვს სიკვდილი ვენეციაში და არხინაცია რა მაგარია და თუ. მე და შენ ვსხვდარვართ ეგრე სან მიგელში გახსოვს? რა დამავიწყებს. ყველა რო გაქანებულ ნავახუსებზე იყო ჩვენც მათ შორის სხვათა შორის, მაგრამ აუზის ძალიან სკვითად გამოვეყურებდით მე თუ ვკითხავ. შეიძლება თავს ვიჩვენებდით ეგრე ვინც შეიძლება ერთმანეთზე გვეგონა რომ კარგ ბიძება. ხო შეიძლება მაშინ ძალიან საინტერესო რჩევა მომენტში შენ წერასთან დაკავშირებით. მე ოხერმა? კი, მაგრამ მაგ რჩევას არ ვამხელ და არც ახლა არ გავამხელ, რაც არ უნდა მითხრათ, მაგრამ რჩევა იყო გამოსადეგი. არ იქნებ გამომადგეს მეს. არა. შენი რჩევა ჰაერი იყო და იქნებ რაღაცა. მაგრამ დაახლოებით ეგეთი გარემო იყო. აუზი რაღაც იგით. სან-მიგელში. არა, სან-მიგელი არის ადგილი, სადაც როდესაც ჩადიხარ, ფიქრობ, რომ ყველას არ გაუცნიათ ერთმანეთი დედას და მამას. რომ ყველაფერი ღირდა. რომ პლანეტა დედამიწაზე იყო მსოფლიო ომები, რომ ყველაფერი ყველაფრად ღირდა, იმიტომ რომ ეხლა მზე ჩადის ეს ფერადი სახლები რაღაცნაირად ციმციმეს და შენ ფიქრობ, რომ რა მაგარია. რა მაგარია ღმერთო, ჩემო რომ ყველაფერი ზუსტად ისეთია, როგორც უნდა ყოფილიყო. ხო არ მეჩვენებოდა. არაფერი არ გეჩვენება, იმიტომ რომ მზის ჩასვლა თუ შეიძლება რომ მზის ჩასვლა და ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობა ერთმანეთთან ეგეთი სილამაზეს ქმნიდეს თანაზიარობით მე არ მინახავს, იმიტომ რომ ფერი, შენობის ფერები, ეს ტიპასტელური, ძალიან დახვეწილი და მზის ჩასვლა ერთ. და რატომღაც ზემოთ სახურავებზე უზარმაზარი ფორთოხლის ხეები. გახსოვს აი ამ ხელა ფორთოხლები. და კვადრატულად შეკრეჭილი ხეები, გიტარიანი ხალხი. სრული სილაღე. ისინი ნახვაც კი ხარი.
რა კარგი იყო. და ჩემი წნება 280-ზე. როდესაც სხვა მითხრა, საგანი. მე გადავწყვიტე, რომ მუტანტთან მაქვს საქმე, იმიტომ რომ 140 რომ აქ წნევა, ჩემზე ლაპარაკი აღარ არის. მე სერიული მკვლელი ვარ. ეს ცქვიტად სალსას ცეკვავდა. სუდად, მაგრამ მაინც. იცი რა, იქ აუცილებელი იყო სალსას ცეკვა. კი, არ სხვა გახსოვს, გზა არ კაცორივე ფეხი დავამტვრია. კი ბატონო, მახსოვს. ოღონდ მას მიეჩნდა, რომ კარგია ეს ყველაფერი, ან ძალიან ცუდად იყო ისიც. წამოდავარტყათ თითო-თითო. დავარტყათ. If you can see the guys, they use a different motion and they try to hit the ball in the air. Here we don't hit the ball, we roll the ball. And here the job is very gentle. It's actually, you don't need to do those terrible things. No. So here is much more simple. You try to roll the ball. You can set up as me. So usually if you want to hit a target, you stay parallel. Both thumbs on this flat portion. One is above, right? Okay. So you can get a little bit wider setup. And relax posture. Relax the knees, relax the arms. And now you try to hit the ball with that part. So generally the ball rolls relatively fast, so you're probably gonna need that much motion. Let's say that much more. Okay, let's try. Okay, this is too much. Okay, okay. This is too much. You Yeah. need to hit a few balls, so you need a less swing, basically more gentle, like in through. Okay, that's a very good distance. Now, the next thing is to try to get the line correct, basically. Oi, Right? I'm really sorry, Biasa. No, you don't have to. Sorry, because it's No, no, actually the chance is not very big swallows. that you're gonna hit it with one shot. ვითომ So, კაი yeah. მოთამაშე იყო. Where are you missing? a little bit? მოგეხსენებათ, მე გავლილი Yeah, მაქვს კირილის yeah, the speed. Yeah. მასტერ კლასი ერთხელ. Ah, Yeah, this is very much. yeah, much it was faster. too much. Speed. არ მქონია გავლილი კარგად როგორც ჩანს. That's good. კაი, ისევ ანაზე now გადაერთეთ that's- ძალიან. Unbelievable. That's ideal. Do you want to try a little bit longer distance? Should I? I don't know. It's up to you. Most terrible thing what will happen, I will not do it, yeah? Yes, Ah. okay. I Let's come from here. Mm. Because listen, when these guys are hitting, so that ball can drop anywhere. So it can be 20 meters away from the hole, can be 2 meters. Your goal is to do it. So we have, let's say, that distance to number 6. Okay. And here, so you can. I Again, hope I will Alright. don't kill them, yeah? you're not gonna kill anybody. Don't worry. You have a good. ხალი set პერსონაჟებს up again. კლავიმებით, Get პანტაპუნტის this hand როგორ is on the top, yeah. Ну, ხარ შეშურიან. So now, the experience, if you know that much you need the space, you're gonna need a little bit more swing now to get there. Ah, like this. We don't know. I mean, this is the most Nobody difficult knows, part yeah. in the game because it's Ah. about the feeling and a perception. So there is no exact formula. Dato თავი დაიცავე გამეცალე. Bang. Oh, Okay, go. Leave it. ესე. So let's try to do the motion a little bit more smoothly. So a little bit less power. Okay, so we're gonna continue from here now. So let's try to do this. We usually count the shots. Let's say this is one shot. We try to do less. Okay, to get the ball. Okay, these are two. Now go with it. Parallel to it because now you're oriented Ah, yeah. somewhere there. Aha, So try to get the steps. please. Oh. Get parallel. Chase. Get orientation. Just that's a little bit of touch. Okay. We have to finish that. Mhm. I have to get. So the ball needs to go in. So as less as possible. Stay parallel because you're still gonna hit left. Just get Like this. orient this because whatever these points, the ball goes there. If you hit it like this, goes behind you. So keep it Yeah. firm and try to not flip very much. That was good. Good try. That was a good. But I don't understand what they do. დანებდი? I mean, as I said, the Yeah, game is very balls- simple as a concept. No, they are practicing. They don't play. Ah, they are just practice. They just practicing to hit the ball. The concept is very simple. You have a target. And Yeah. you have to get the ball into the target with less possible hits. However, you're not starting that close to the target. You can start, let's say, 400 meters away from it. Imagine even a half a kilometer. So Oh, initially, wow, yeah. you have to try to hit the ball harder
So with every single shot to pass as much as possible distance, because we are counting, that's the performance measurements, how many shots you need to do in order to get the ball in. So less is winning, so many is not good. რა გვენაღვლება შეხე? არც არა. კაია ცხოვრება. ანუ რო დაუკვირდე, აი, ხედით თქმობა. აი, მშვენიერების აღქმის უნარი რო არ დაკარგო. ხო. მშვენიერებას უნდა მილია, ანუ ბუნებასთან მართლა საჭიროა რაღაც პერიოდში ერთხელ. რო იმათ მართლა სადგან გვასწრეს. საიდან გავიდნენ? წერამეს. კი. ამას ქვია წერს. ო, ნახოთ აბარა გამყავს აქ. შენა აი რაღაცას ვეხლაფორტები ბოლო დროს. აი ზუსტად გამყავ აქ რაღაცას. სკენდა, ვერ გავიგე. არა ამისთვის მართლა რეზიდენცია საჭიროებათ. ეს შანსიც უნდა არანაირ. შეც кайხანია ჩვენ. კი, кайხანია, ვარ მიყუჩებული. ის არის, ხალისი არ არის, ხო. ვა, მართლა სიამოვნა სიმწვანის ყური. იცი რა, თუ გვერდიდან არავინ მიგიტინებს და მე თვითონ შევეძლია ჩემი დრო დავალაგო, მაგაში ძალიან მაგარი ვარ. ხო. თუ მიგიტინებენ, იქ უკვე ვიჭრები და არაფერს გამგეთებენ. იცი რატო, ხო, მე ვარ ეგრე, რაზე, თუ ვიცი რომ რაღაცაში უნდა გამომცადონ. აი გამოცდა თუ იწყება, რომ ვიღაცას რაღაც უნდა დაუთქისო, მან ფუჭდები ეგრევე. როცა მე ვარ ჩემი თავის პატრონი, რაღაცის მე ვარ მაგ ვნება, რომ ეს მინდა რომ გავაკეთო. და არავინ მიკონტროლებს, მე ამას ღამის 12-მდე ვიზავ თუ ზეგ შუა დღემდე, პირიქით შეიძლება დღეს დავამთავრო. ძვირფასო ანა, ჩვენ ვილაპარაკეთ წეღან იმაზე, რომ შენ პირადად შეიძლება ყველა მწერალი არა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პრინციპში ყველა მწერალი ეგრეა, რომ ამბები მოაქვს ან საკუთარი გამოცდილებიდან, ან სხვების გამოცდილებიდან, მოსმენილიდან, ანუ რაღაც ქაოსში აგროვებს ამ ამბავს და მე მას სჭირდება ამ ამბების დასაწრეთად, დასაწმენდად და მოსაყოლად ადგილი, სადაც შვიდად დაჯდება, გაიგებს ბუნების ხმას და ამ ამბებს მოყვება. პრინციპში ეს ადგილას ვარ, რო დაუკვირდეთ. კი არა და ეგრეა. ხო, მე სხვა შორის თბილისის მეგონა რომ მარტო გოლფის ის იყო და თურმე დასახლება არის. არა გაუცებელია. დიდი მწვანე და ლამაზი. როგორ ფიქრობ, შეიძლება ეხა ვიღაც ზის, ვინც ამოიტანა ქალაქის ხმაურიდან ამბები და ყვება ამ ამბებს. რა რჩევა გექნებოდა ამ ადამიანს? ერთი სიტყვით შეირგე მეგობარი, შეირგე. აბარა, შეირგე. აი, რა არის მნიშვნელოვანი საინტერესო ამბის კარგად მოსაყოლად? შენი გამოცდილებით. აი სტუდენტებს რას ეუბნები, რომ გაქვს კარგი მასალა. მაგარ ამბავს მიაგენი რა რაღაცას. უნიკალურია ამბავი. მეზობელმა გითხრა ისეთი რაღაცა თავის ცხოვრებიდან, რაც არავისთვის არ უთქვამს და შენ აგირჩია, გაგიმხილა. და ეხლა გაქვს შანსი, რომ ეს სხვებსაც უამბო, სხვასაც მოუყვე, დააინტერესო. ვიღაცას ძალამისცე, ვიღაცას აგრძნობინო, რომ მარტო არ არის ამ სამყაროში. რას ურჩევ ხოლმე ავტორებს? ძალიან ისე ბითურული რჩევა მაქვს, ბევრი წიგნი წაიკითხე, ძალიან ბევრი. კარგი, ცუდი, არც ისე კარგი, არც ისე ცუდი. ბითურული, გენიალური, რა მნიშვნელობა. და მაშინ მიხვდები, როგორ უნდა მოყვე ამბავს ისე, რომ წაიღო შენი მკითხველის ხო, გაიყოლო. წაიღო მისი გონი, მისი სული, მისი კვე, კაია. ოღონდ იცი რა არის, მე არ ამგონია, რომ ვიღაცას თვითონ შეეძლოს წერა. აი ისეთად დაიბადა, რო წერს. მან უბრალოდ ბევრი წაიკითხა, ბიჭო, ძალიან ბევრი წელია კაცობრიობა აწვალებს დედამიწას და ბევრი წელია წერს და წერს და წერს და რა მაგარია რომ ეს წაკითხვის შეასრულოთ და ვისწავლოთ. ვიმეცადეთ, გოლფის არ იყოს, მე ხო თვითონ ვერ მოვიქნები იმ რაღაცა ჯოხს, რომ მოვიქნე კბილებს გავიტეხო. ვინმე უნდა მასწავლოს და ამისთვის არის უზარმაზარი ბიბლიოთეკები, ხო? დასწავლე. ანუ შენ ხარ მათ შორის ვინც თulis რომ კარგად რო წერო, კარგად უნდა იკითხო. აუცილებლად. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. შეიძლება ერთ ჯერზე ვიღაცამ გაარტყას. შემთხვევით, აი გაუცდეს და გამოვიდეს. მაგრამ მეორედ ვერ გაარტყა.
და მოდი შევთანხმდეთ გარტყმულ წიგნებს ყველანი ვამჩნევთ, ხო? კი, ვამჩნევთ ხოლმე, იმიტომ რომ მე თუ ადამიანს წერის სენი შეეყარა, მეორესაც დაწერს ყველა შემთხვევაში და ხვდებით რომ იმის მერე თქვა ყველაზე ბრიყული ფრაზა, რომ მე არავის წავიკითხავ, რომ გავლენა არ განვიცემ. და მაგავლენებს რითი ებრძვი შენ? თუ ებძვის საერთოდ იყოს ხო თავის? აბსოლუტურად არ ვებძვი, ერთი რაშიც ვარ წესიერი ადამიანი, როდესაც ნამდვილად ვიღაცა მოვლოკე, მე აუცილებლად ვამბობ, რომ მარადი მადლობა, რა ვიცი, ინგებოდ ყლახმაც. რატომაც არა პრინციპში? რატომაც არა ვერ გავიგე. რატომ თუ არ მე უნდა შევიძლია დაუფასო? მოვუყვებ ვინმეს ისტორია, რომელიც მიამბო, რა ვიცი, ჯანგიშერა ტლეკიაშვილმა და ვთქვა, რომ ჯანგიშერამ მაგარი რაღაცა მითხრა. რატომ არ შეიძლება რომ ვთქვა, რომ ინგებორ ყლახმაცმა წავიკითხე რაღაცა ისეთი სიგიჟე, რომ აი არ შემიძლია გოგოებო და ბიჭებო რომ არ მოგეყვით. ცუდია, არა მგონი. გარდა ამისა, ვიღაცას 2 წიგნ ნახევარი მაინც ხო აქ წაკითხული და ზუსტად მიხვდა, რომ ფინალი ბერტოლდ ბრეხტს მოვყარე. მოვყარე არა. წამოვიღე. და უბრალოდ ხო წესიერი ქალი უნდა იყო და თქვა, რომ ბერტოლდ ბრეხტის მართლა, თუ მეზობელს უხდი მადლობას, რომ ამან მიამბო, ნამდვილად. რატომ უნდა დამალო ის, რომ ვიღაცის ხო არ გადაიწერე კაცო, რაღაც არ ინსპირაცია გადამიწერია და გარდა ამისა არ გაყენებ ასე ვთქვათ, შენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს არ ვაყენებ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას. გეუბნები, რომ კი, რაც გეცდო, ეგ არის სამგროშიანი ოპერა. რაღა უნდა რა მიგაგხონდა? ხო, მოსაყოლი რაც იყო მოყოლილია, ერთადერთი შანსი გვაქვს, რომ რაღაცას ახალგურად მოვუყვეთ, ხო? რა მიგაგხოლმე 7 ადგილას წერისთვის? აუცილებლად ნივთებს გულისხმობ. გარდა ამისა. არა მაქვს ესეთი ისინი. იცი ხო არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მაგიდაზე უნდა მედგას. ეს არანაირად. აბსოლუტურად. მე მესკეთო კომპიუტერსაც არ ვათარ ხოლმე ჩემსას. დასაჭირო. იქ რაღაცას მოვულობ, სადაც მიდიხარ და რაღაც მოკრძალებული სახით და შუშანიკის შვილები არ გაგიმასქნა, წაგეშალა შენ საკუთარ კომპიუტერს. ძალიან ცუდი ვქენი რომ გაგახსენე მე მგონი. არა, სხვათა შორის კაია, იმის მერე რომ გადავრჩი ეს ნიშნავს, რომ ძალიან სიცოცხლის udარიანი ვარ. ეს შენ ხელმეორედ დაწერე, ხო ეგ? და კაია. ესე ჯობი. ბაზარი არ არის, კარგია. მაგრამ შეიცვალა ტექსტი? მაგრამ. დასასრულიც არა, მე ვიცოდი რომ happy end-ი მექნება. happy end-ია დათო ბარაჯანა. არა, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს არის რომ მოუკვდეს კომპიუტერი. და მე მოვიდეს კაცი რომელიც გეტყვეს საოცარ სიტყვას, უკაცრავად როგორ მოგმართოთ, რომ დოქტორ და მიხვდები რომ ალაოთაა და რო კითხავ რომ ეშველება ამას რამე, ის იხუმრებს, წითლად შეღებე და გადააგდო. აუ რა ვიტირე. დაწერილი რომანი. როგორი ამბავია? არმანი. რა პონჩი სად იპოვე ძალა რომ ხელახლა დაგეწერა? ერთი წელი ვაცალე. მართლა მაგდენი დრო. უბრალოდ ესენი შენ ჩემზე კარგად იცი. მე რაღაცა იმასავით არიან, იცი, ბაცილებივით ოთახში დადიან, სანამ არ დაწერ, სულ რაღაცაზე ფიქრობ. სულ და აღარ მინდოდა მათზე ფიქრი. მე ძალიან მიყვარს ნიკო და მართა, მაგრამ აღარ შემეძლო მათზე ფიქრი ამოვიდნენ ხელში. ანუ რაღაც გარკვეული აზრით ამბავი ამბის მოყოლა იმიტომაც გინდა რომ გაწუხებს თავში და გინდა რომ თავი დაგანებო, ხო, მაგას გქონდა. ხო არის ეს ამბავი, რომ აი მოყვება, აი მაგალითად რო ამოვიჩემო ისლამაზი ძაღლი, რომელიც ძალიან სოლიდური სახით საპასპორტო სურათში დაგოსაჩენივით ის. ნუ თუ ერთხელ დამესიზრა მეორედ მესამე სადმე ტექსტში თუ არ შევსვა, უკვე ნერვებს ამეშლის, ხო? ძალიან სერიოზული ძაღლია და ძალიან წყნარი. დეტა რას ფიქრობს ახლა ის? აი ეს არაფერს. ჩვენ ქონდა ეგეთი წოდვართ ეგ ზუსტად ვიცი. ალბათ არ ვეპიტნავთ, ფიქრობს ვინ არიან, რა უნდათ, ჩემს სახთან რატომ მოვიდნენ. არა, კარგად აღზრდილია და არ გვაგინებს. ძალიან საყვარელი ვინ. ანუ შენ ხარ მათ შორის ვინც ფიქრობს, რომ როცა რაღაცის შეცვლა არ შეუძლია, ბოლო-ბოლო ადგება და ამას შესახებ მოყვება. ნუ ხო. სხვა რა უნდა ქნა? ვერაფერი. ხანგრძლივადიან პერსპექტივა შეიძლება როგორც მინიმუმ სახელი დაარქვა იმას რაც ბოროტებად მიგაჩნია, რაც იკეთებ. კი. და დაესხვებმა იცოდნენ. უი, კინაღამ დამოვიწყდა. მოიცა კაცო, ისე კი არ გიშვებ, სანამ დავამთავრე. ეს რა არის? ეს არის მოკლედ თბილისი ჰილსის საჩუქარია. გიშეფას ვარ. ხედავ, ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა. თან რო ქალაქში ხარ და თან რო არ ხარ ქალაქში. ანუ საიდანღაც რო ამბები მოგაქვს და სადღაც უნდა წერო. მოიცა გეტყვი ახლა. ესე იგი, შენ
გადმოგეცემა კურსი სამდღიანი, ამ კურსს რო გაივლი, რაღა შენ და რაღა ტაიგერ უცი მოკლედ. ანუ იმ უწესიერეს კაც შევიძლია ნერვები გავუკეთო სამ. ბოლომდე შეგიძლია რომ მოუშალო ნერვები და თან ისე არ გამოგიშვებს რომ აი ისე კარგად თამაში არ იცოდე. მერე 60 დღე შეგიძლია მოხვიდე და აბსოლუტურად უფასოდ ითამაშო რამდენიც გენებოს. მე მგონი ვცხონდი. ესეთი ეჭვია. რესტორნის რა ქვია, ვაუჩერი თალკე გადმოგიცემ. კეპებს ატარებ შენ. კეპი არ დამინახავს შენზე უნდა. აი, გოლფის თამაშის დროს ხო დამჭირდება. დაგჭირდება უეჭველი ჩემსავით რომ გოჭივით თუ არ შეიძლება. არა, არანაირი. ეს ბურთები დაგიჟებას რა. იცი რა ნერვების დასამშვიდებლად ხელში თამაშიც კარგია. არა, მე ნერვები ამიშლება, მაგრამ ფაქტად მე ხარია. კარგი რამე. დავინო. სათვალე რო აფექტში ვარ. მე მეყვარს თბილისი ჟიუს. უთავ. ალამაზე ყუთიეთა. მეცადე რამე არ გავაღვიჯოთ. აი, ასე. ეს ყუთი არის შენი მოკლედ. საიმედო მდგომარეობა. გაგიჟე. ჯერ არ დაგამძიმო ესე დავდები და თან ისე დაგემშვიდობდი და თან მადლობას გეტყვი. არავით არ შემთხვევაში ხელს არ ახლებს ამას არავინ. უსაფრთხო უბანია, როგორც მიფრეს შორტად უსაფრთხო შეიძლება. ეს ზაღლი თუ გადმოხდა და დამკბელს თორე ესე არაფერი. არა, იზაღლიც არ დაგკბეს. იმედი. აჰა. მოვწყინდით. მოკლედ, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ამბავი გამოვიდო და კარგი. იმიტომ რომ აი სადაც კი მისულა რაღაც რა პროექტიც კი გამიკეთებია. ერთ-ერთი პირველი ვინც მახსენდება ხოლმე, ვისაც უნდა დაველაპარაკო. არის საიმედო და ვიცი რომ საინტერესო იქნება. არის ანა კორძაია სამადაშვილი. არასდროს მე იმედი არ გამწვევია. ერთობლივ მომავალზე ხوار პიპიკნი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ჩემო ლამაზო და განასახიერო. კიდე შევხვდებით. აბა რას ვიზამთ? სადმე? ჩამოვსხდით. გოლფის თამაშის დროს. გოლფი შეგვიძლია რომ მართლა კაკაბაძეს და იმასაც შევპირდი ერთად გავიაროთ მეთქი. იმათაც შევუთავხდები. მე გავიაროთ რა ვქნა, რაღაცა გვეშველება. ასე იქნება თუ ისე იქნება. კაი, ეხლა კამერების გარეშე ჩამოვსხდეთ. მადლობა. და ვიღუღუნოთ. აბა რა.